12 მხატვრული და 11 დოკუმენტური ფილმი ასეთი სტატისტიკით ასრულებს ეროვნული კინოცენტრი 2011 წელს, თუმცა ციფრებთან ერთად მნიშვნელოვანია ის წარმატებებიც, რომლებსაც ქართულმა ფილმებმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე მიაღწია. მომავალი წლისთვის კი ქართული კინოინდუსტრია იმ უცხოელ პარტნიორებსაც მიიღებს, რომლებმაც საკუთარი ფილმების გადასახებად საქართველოში არჩიეს. ამ მატარებელმა ზუსტად 116 წლის წინ ჩაიარა და მსოფლიოს ყველაზე მაღალ შემოსავლიანი და პოპულარული ხელოვნების დარგი მოუტანა. ძმებმა ლუმიერებმა ეს უწყვეტი კადრი 1895 წელს გადაიღეს და მას შემდეგ კინემატოგრაფია ელვისებული სისწრაფით განვითარდა. თავდაპირველად მუსიკა, შემდეგ ხმა, მოგვიანებით კი სპეცეფექტები. საერთაშორისო კინოინდუსტრია უკვე მილიონობით ფილმს მოიცავს. ეს მსოფლიო ფილმის დღეს აღნიშნავს. მსოფლიო ფილმის დღეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გასულ წელს აჯამებენ. ცენტრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ 2011 ქართული კინემატოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი იყო. ახალი ფილმებით, ტრენინგებით, საერთაშორისო ფესტივალებზე გამარჯვებითა და რაც მთავარია ევრიმაჟის ფონდში გაწევრიანებით. სიახლე ქართულ რეჟისორებსა და პროდიუსერებს შანსს აძლევს ქართული კინოსთვის სოლიდური ევროპული დაფინანსება მიიღონ. ყველაზე გარდამტეხი მოვლენა წელს კინოცენტრისთვის და ზოგადად ქართული კინოსთვის იყო ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდში გაწევრიანება. თვისობრივად სხვა ეტაპზე გადაიტანა ქართული კინოს განვითარების პერსპექტივა, როგორც შემოქმედებითი კუთხით, ისე დაფინანსების თვალსაზრისით. ამიტომ ლოგიკურად ამას მოყვა შედეგად დაახლოება ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან ევროპული კინოაკადემია, ევროპული კინოს პრომოუშენი. ეგრეთ წოდებული ევროპული ოსკარის დაჯილდოება შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს. ეს ამ სფეროში მთავარი სიახლეა. თუ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღეს, 2014 წელს წითელ ხალიჩებს კინოვარსკვლავებისთვის თბილისში გაშლიან. შეიძლება ევროპის ოსკარები ჩატარდეს საქართველოში, თბილისში. ჩვენ ვაწარმოებთ კინოცენტრთან ამას მოლაპარაკებას ორგანიზატორებთან, პრეზიდენტთან. ევროპული კინოაკადემიის, რაც შეეხება წლის შეფასებას, კინოცენტრმა ტიტანური სამუშაო ჩაატარა. საქართველოში დაჯილდოების გამართვის შესახებ საუბარი ევროპის კინოაკადემიასთან ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის შემდეგ დაიწყო. ეს თანამშრომლობა ტრენინგებს, დაფინანსებას, კინოსკოლებს შორის კონტაქტებს, პროფესიული ზრდის ახალ შანსებსა და ინტენსიურ კინოპროცესებს გულისხმობს. იქამდე კი არანაკლებ მნიშვნელოვანი ტრენინგები მთელი წლის განმავლობაში უკვე ჩატარდა, მათ შორის პროგრამა მინი იავე და ბოშის კინოფონდის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული მასტერკლასი. მე რაღაცა ვისწავლე, ძალიან კარგი კონტაქტები იყო ჩემ პროექტთან დაკავშირებით, მოხდა ისე რომ მინიავეს მოყვა ტალენის კინოფესტივალის ინდუსტრიული შეხვედრები, სადაც ჩვენ პროექტთან პრიზი აიღო და კანშია უკვე და ამიტომ რაღაც ჯაჭვია ხვდებით და ეს არის სწორი ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს რაღაც კინოცხოვრება უნდა დაუკავშირდეს ევროპულ კინოცხოვრებას. მომავალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე უცხოურ ფილმს გადაიღებენ. ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები ბოლივუდის გადამღებ ჯგუფთან ერთად 10-მდე წარმომადგენლობამ უკვე ჩაატარა. გასულ წელს კი 12 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და 11 დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. წლის ყველაზე წარმატებული ფილმი ქეთი მაჭავარიანის მარილივის თეთრია გამორჩეული აღმოჩნდა დოკუმენტური ფილმი ბახმაროც. ფილმმა ფესტივალებში მონაწილეობა დაიწყო ივნისში. ჩვენი პრემიერა იყო ამერიკაში კინოდოკუმენტური ფილმის ფესტივალზე. შემდეგ ლაიფციგის კინოფესტივალზე ავიღეთ სპეციალური ნომინაცია, ჯილდო, ასევე იჰლავასში, ჩეხეთში ავიღეთ ასევე პრიზი, მთავარი პრიზი ჩვენს ნომინაციაში და ფილმი წარდგენილი იყო აზიისა და წყნარი ოკეანის კინოაკადემიის ჯილდოზე. გახდება თუ არა კიდევ უფრო პოპულარული ქართული კინობაზარი, ეს მომავალ წელს გაირკვევა, როდესაც გადაწყდება ჩატარდება თუ არა ევროპული ოსკარები საქართველოში.